საქართველოს პროკურატურამ ყალბის საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების მეშვეობით კახეთის რეგიონში ხე-ტყის მოპოვებას და მის შემდგომ რეალიზაციას ახორციელებდნენ. საქმიანობის პერიოდში ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა დაუგროვდათ, რომლის კანონიერი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ, რაც მისი შემდგომი რეალიზაციისათვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოპოვებული ხე-ტყის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულებმა ყალბის საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს თითქოს და ხე-ტყის მასალა სხვადასხვა კომპანიებისაგან ოფიციალურად შეეძინეს. მათ ყალბის საგადასახადო დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით ექსპორტზე გაიტანეს 13,000 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის ხის მასალა, შედეგად კი 9 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. ფიზიკურ პირებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბის საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ხოლო იურიდიულ პირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინათ. დანაშაულის სასჯელის სახე და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირისათვის ლიკვიდაციას ითვალისწინებს. პროკურატურამ დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლისამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.